მე ჯარში წასვლა მინდა. წავიდე და ჩემი ვალი მოვიხადო სამშობლოს წინაშე და თუ ჯარში გინდა წასვლა წადით, მაგრამ თუ არ გინდათ, არ წახვიდეთ. ხო, თუ არ გინდათ, რა უნდა გააკეთო? რა არის ჯალადობა ჯარში წასვლა? ძალით თუ მიყავხართ, აბა რა? ყველა ვალდებულია რომ მოიხადოს ქვეყნის წინაშე. რას ნიშნავს? აი თქვენ ჩემ წინაშე ვალდებული ხართ, ჩემი დაცვა, თქვენი ვალდებულება? ჩემი დაცვას იგულისხმება მთავრობის დაცვა, ეს ხო კონკრეტული ადამიანების დაცვას გულისხმობთ, ხო ასე? ყველა როცხას რომ არ მინდა დასვლა, მაშინ ასეთი ცუდი ქვეყანა თუ ავაწყეთ, რომ ხალხს ამის დაცვა არ უნდათ, ერთმანეთის დაცვა არ უნდათ, ეს სხვა პრობლემის წინაშე დგავართ, ესე იგი. კარგი ქვეყანა ავაწყოთ და ხალხს მოუნდება დაცვა და უამრავი ადამიანი თავისნებით მიიღო. უფასოდ გინდა რომ თქვენ დაგიცვას ვიღაცა გემსახუროს, რატომ დაიმსახურეთ უფასო დაცვა? ადამიანებს ვაცხოვროთ წესიერად. ჯარისკაცის პროფესია დავაფასოთ და თუ ვინმე გამოთქვამს სურვილის დაიცვას ჩვენი ქვეყანა, წესიერი ხელფასი გადაუხადოთ, კარგი პირობები შეუქმნათ და მაშინ ყოველთვის მოიძებნება ჩვენ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც მოუნდება ჩვენი ქვეყანა დაიცვას. ქვეყანას მივხედოთ, თავრობა წესიერი ვყავდეს, წესიგი ნორმალური გქონდეს, მდიდარი ვიყოთ და მაშინ ვიპოვით ამ ადამიანებს და თქვენ კიდე გინდათ რომ უვარგისი ქვეყანა გქონდეს და ძალით ახალგაზრდები ჯარში ვათრიოთ.